მე ახლა ყველაფერს დეტალურად გავშიფრო, უბრალოდ მინდა რომ ცოტა დრო დამithmo და მაყურებელს თია წულუკიანის განცხადება წავუკითხო და აბზაც მინდა რომ გავუშიფრო რაღაცები. მოკლედ ქავატონი თია წულუკიანი გვატყობინებს რომ რა არის მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენს ჭაღებიან გოგონას, ნუ სხვა რაღაცები ანსაც ვუჩივლეთ ოჯახმა ადვოკატმა პასტაფურცელი მოიმარაგოს. ანუ აქ ჩანს რომ თია წულუკიანმა სახე დაკარგა. პირველ რიგში როგორ არ ვთქვა იმის ამბავი იმის შესახებ რომ ამით ძალიან კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, რომ შვიდ და ვითომ გაწონასწორებულ თია წულუკიანს სინამდვილეში როგორც ქალს რაღაცნაირი ნიღაბი ჩამოვხადე. ისეთ მართლა წყობილები დამყავს გამოყვანილი და წყობილები დამყავს გამოყვანილი აქ რაღაცა მე მგონი. მაგრამ და ეს განსაკუთრებით ბოლო აბზაცში გამოჩნდება. მაგრამ მნიშვნელოვანი გრძელდება. მიშასტელ უკაცრავად გაიარონ თუ შეიძლება და კი ბატონო. ხომ შვიდობაა ნანუკა. კი, უბრალოდ ეუბნებიან აქციის მონაწილეებს რომ სავალი გზიდან გადავიდნენ და ესე იგი, გავაგზავნოთ ანუ შემდეგ აგრძელებს თია წულუკიანი. მიშას ტელეფონებიანი თინა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მამაჩემს ცილით ასწამა. ამბობს გახარიას, აი გახარიას, ამბობს რომ თინა ბოკუჩავა არის მიშას ტელეფონებიანი გოგო. კარგი, გავაგზავნოთ იქ თვალის პაჭუნი გაუკვირდა თია წულუკიანს. იხილეთ მისი კომისიის ხდომა გახარიასთან და მიხვდებით რომ თვალის პაჭუნი არავისი არასოდეს მას არ უნდა გაუკვირდეს. ვაგრძელებ. ნუ მე აქ ამბობს რაღაცა პეტრე პავლე რაღაცა წო. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი არის ეს რომ უკან მოსვლასაც აპირებენო. თია ნუ გეჩინია, მე არსად მოსვლას არ ვაპირებ. იცოდე რომ ვაპირებ ტკბილ სიბერეს და დასვენებას, მაშინ როგორც კი რუსული ხელისუფლება ამ ქვეყნის დაემხობა და ეს ქვეყანა გათავისუფლდება, ამიტომ ჩემი ნუ გეჩინია თია, მსგავსი რამ არ მოხდება. ეხა მეორე და მთავარი საკითხი. ჭიჭე ვაშაძეს გადაწვდა და არ ვიცი წარმოუდგენელი ამბებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ მოწპირიანი სია მაქვს თურმე ჩამოწერილი. თია წულუკიანზე ზოგადად ამბობენ რომ გლახა ცოდნია სამართლის და იურიდიული დეტალების და მას რომ კონსულტაცია გაევლო სხვა ქართული ოცნების კოცების სახეებთან, რომლებიც შედარებით უფრო ცოდნეები არიან კანონების, მას რაღაც გარკვეულწილად რეკომენდაციებს გაუწევდნენ. ჯერსადაც მოდი ვთქვათ რომ თია წულუკიანი არის კოცების ის წარმომადგენელი, რომელსაც წაგებული აქვს ყველაზე მეტი სასამართლო პროცესი, თითქმის ყველა სასამართლო პროცესი, ანუ ხალხს ისეთი დარღვევებით უშვებდა სამსახურიდან, რომ თითქმის ყველა პროცესი წააგო და ამ ქვეყნის ბიუჯეტს თია წულუკიანის გლახა ცოდნა სამართლის დაუშვდა ძალიან ძვირი, იმიტომ რომ ბიუჯეტიდან დაეფარათ კომპენსაციები ამ ადამიანებს, რომლებიც თია წულუკიანმა უსამართლოდ გაუშვა და შემდეგ ამავე სასამართლომ, მურუსიძის სასამართლომ ეს ხალხი ზოგი აღადგინა, ზოგის დააკისრა თანხების გადახდა და ასე შემდეგ. ამიტომ თია წულუკიანი ამ ნაწილშიც, ჩემ ნაწილშიც ზოგადად როგორც ჩანს, ან იჩქარა, ან აქაც მისი გლახა ცოდნაა, იმიტომ რომ ადამიანს ცილის როდესაც ამბობ რომ ცილს წამებს, პირველ რიგში მას უნდა კონდეს პრობლემა წყაროს მითითების. რას დაეყრდნო ის, რომელ წყაროს დაეყრდნო და ეს წყარო არის თუ არა ოფიციალური, სადაც ეს ინფორმაცია იდო. როდესაც წყარო არის ოფიციალური, სადაც ეს გამოქვეყნებული იყო 7-8 წლით ადრე და 10 წლის განმავლობაში თია წულუკიანს არც ერთ პოზიციაზე არ გაუპროტესტებია და ეს ინფორმაცია არის საჯარო მედიაში გავრცელებული და ამას ეყრდნობა ნებისმიერი პირი, რომელიც ამას ავრცელებს, თია წულუკია ძალიან გაუჭირდება დაამტკიცოს, ან უпростоრად მიიღოს ის რისი მიღებაც სურს. მაგრამ ახლა სამართლებრივ ნაწილზე როგორ ვესაუბრო ქალს, რომელიც საუბრობს აი შემდეგი ტერმინოლოგიით. ნანა ჯორჯოლიანის ხო რაღაცა უბრალოდ ვიტყვი, რაღაცა საბუთები, რაღაცა ახლა საინტერესოა ვინ მოკლა იმან და რაფერ ხდება ისე ნანულ, რომ მე ვარ თურმე მკვლელი შვილი. აღარ ვაპირებთ რომ გაგიტაროთ გეიგე, ანუ იმერლებო რო იცოდეთ დამცინის იმერულ კილოზე. ანუ მინდა მივმართო იმერეთში მცხოვრებ ადამიანებს, ყალტუბოელებს განსაკუთრებით და კილოკავზე დამცინის, ჯერისათვის დამცინის ის ადამიანი, რომლის სულიერი მოძღვარი მამა არის ბიძინა ივანიშვილი. კი ბატონო.
უკაცრავად. და მეორე ერთი თუ საუბრობთ არ ვიცი ხა რომელმა მოიჭერეთ ჭიპით თბილისში. რომელი ხართ ხოხობის თამომავალი მართლა მაინტერესებს დღევანდელ ხელისუფლებაში, მაგრამ მე ვგიჟდები ჩემს კილოკავზე, იმაზე რომ იმერეთში დავიბადე და გავიზარდე და იმაზე რომ ბებია ჩემის სოფელში ვატარებდი წელიწადი 3 თვეს. მაგრამ ეხლა მიმართვა იმერლებს, რომ იცოდეთ, თია წულუკიანი დაგვრჩინის ჩვენს კილოკავზე და აი ეს გეიგერო ჩამირტყა ზუსტად ეს იმერული კილოა. და მე მეუბნება რომ ნანუჩ, აბა სილიკონის ტუჩები დაწრუპე და დაწრუპე ისინიც. ანუ მე არ ვიცი წულუკიანის ფანტაზია რას ეფუძება, ანუ ტუჩებთან ერთად რა იპრუწება წულუკიანის შემთხვევაში. მე არ ვიცი, ვიკითხე კიდევაც და ვერავინ ვერ გამოიცნო. თან ეს მრავლობითი ფორმა ძალიან მაბნევს და მართლა გაუგებარი, ანუ საბოლოო ჯამში თია წულუკიანი არის გადაფსიხებული ჩემზე. გადარეული და მე ეხლა ვცდილობ რომ ჩემი ეგო დავაწყნარო და დავაშოშმინო, იმიტომ რომ რაღაცნაირად თავშეყავებული ქალი, რომელსაც შეეძლო რომ ჟურნალისტისთვის მიკროფონი გამოეგლიჯა და წარმოუდგენელი სიბოროტეები ენთხია ყოველთვის და რომელსაც შეეძლო ყველაზე მეტი ბოროტების სიმბოლო შეექმნა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთ დეტალს. წულუკიანი ამბობს იმას, რომ მოკლედ ნანუკას ჩამოთვლილი ადამიანებიდანო, მოკლედ მე არ ჩამოთვლი, იმიტომ რომ ამ ადამიანებს რო იცოდეთო, დანაშაულები აქვსო, ჩადენილიო და იქ რაღაცა დანაშაულებს შინაარს განმარტავს. ამას ამბობს ქალი, რომელმაც ვაზაგაშვილს დაუდგა ძეგლი. იმ ვაზაგაშვილს, რომლის გასამართლებასაც ამ დრომდე ითხოვს გაბუნიების ოჯახი. და იცით რატომ ითხოვენ გაბუნიების ოჯახი? იმიტომ რომ მათი ინფორმაციით, გაბუნიების ინფორმაციით და სანდო წყაროზე დაყდობით, როგორც ისინი ამბობენ, მათი ოჯახის წევრი ახალგაზრდა ბიჭი სწორედ ვაზაგაშვილმა, როგორც ისინი ამბობენ, მე-16 სართულიდან გადააგდო. ჯერ სცემა, მერე გადააგდო და ბიჭის თავის გადარჩენა რო უნდა და დღეს ძმამის დამიყვებოდა ზუსტად ხელებზე ფეხები ურტყეს და იძულებული იყო ხელები გაეშვა და მე-16 სართულიდან გადავარდა. და აი ამის შემოქმედი თია წულუკიანი ძეგლს უდგამს ამის შემოქმედს. და ეს ქალი მეუბნება რომ მისთვის უხერხულობაა რაიმე ტიპი კრიმინალებზე საუბარი. კრიმინალების თავარი მეგობარი. უბრალოდ ის კრიმინალური ავტორიტეტი გარდაცვლილია და მის გვარს არ დავასახელებ, ვისი სელფის ფოტოთითაც მოვიდა ამ ხელისუფლებაში თია წულუკიანი და დღეს თია წულუკიანის პატენტ კომისიას სანქცია დაუწესეს სუყველას. წულუკიანს და ყველა მის წევრს. ანუ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ყველაზე წარუმატებელი პროექტი. კულტურის მინისტრის ქალი მელაპარაკება ტუჩებზე, სილიკონზე, ნანუჩიზე და ეს ქალი, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებას წარმოადგენს, იმერულ კილოკავზე დამცრინის. ანუ ან რაში წერია, ან ქალობაში წერია, ან რაში წერია, სასოწარკვეთილი ქალია. საერთოდ მე არ მომწონს, როდესაც საუბრობენ, რომ აი კომენტარებში რაღაცა შურს თუ აი ხო იცი ეს სიტყვას რომ ამბობენ, ძალიან მეგოიმება და არ მომწონს და არასწორი ტონია, მაგრამ მართლა შურს. ანუ ეს არის შურიანი ქალის დაწერილი სტატუსი, რომელსაც შურს, ეხლა ეგ იგივეა მე დავიწყო საუბარი, ვის ტუჩი აქვს და ვის საერთოდ არ აქვს ტუჩი. თუნდაც იმისი, რომ რაღაცნაირი კარგი ხარისხის ფილერი შეუშვას შიგნით. ეხლა აი ამ თემებზე რომ დავიდე, მაგრამ ჩვენი პრობლემა არის ის, რომ რასაც ისინი კადრულობენ, ჩვენ არ ვკადრულობთ და მე მგონია, რომ ეს არ არის სწორი. სინამდვილეში მათ უნდა ვესაუბროთ მათენაზე, იმიტომ რომ წულუკიანს ესმის აი ესენა. გეიგე, სილიკონი, ტუჩი, ნანული, აი ესენა ესმის წულუკიანს. ეხლა რა ზავაპარაკო წულუკიანს? ნანუკა, როგორ ფიქრობ, რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამ ამბავს შენი აზრით, იმიტომ რომ ესეთი სარჩელი მე მგონი პირველიც არ არის, ხო, როდესაც ესე გიჩივრეს ქართული ოცნების წარმომადგენლება, თუ არ ვცდები Facebook-ზე პოსტების გამოც რაღაცა დასანქცირებულთა რიცხვშიც მოხდი, თუ სწორად მახსოვს, ხო? მაშინ იყო ერთი ესეთი კვირა, რომ მამუკა მდინარაძე მიჩივლა ანუ ჯერ პროკურატურაში მიჩილა სხვათა შორის იმ რაღაცა გაურკვეველმა ბიჭმა, რა ქვია, გამახსენე რა გვარია? აი ფონდებზე ვინ გვიჩილა ის რუსების მონაროა. ბატო შაქარაშვილზე ამბობ? რა ქვია ეს? ბატო შაქარაშვილი, დიახ. ბატო შაქარაშვილმა მიჩილა ჯერ და სხვათა შორის ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი ბატო შაქარაშვილის სარჩელის გამო, რომ მოხდა ამ ხელა ამბის ატეხვა. ნუ მე ავწიეთ თამასა მამუკა მდინარაძე მიჩილა. ეხლა კიდე თია წულუკიანმა მიჩილა და ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ძალიან სწორად ვაკეთებ.
ძალიან სწორად ვაკეთებ და რაც უნდა ელოდეთ და იმას რომ ამ რაღაცნაირი მძიმე ფონზე თან ძალიან ცხელა უკვე ქალაქში და ამ რაღაცნაირი მძიმე ფონზე სინამდვილეში დღეს ძალიან მძიმე დღე იყო და აქვე აუცილებლად ვიტყვი იმას რომ მძიმე სასამართლო პროცესი იყო ანდრი კვარაცხელიასი სადაც ვიყავი და მისი გაბწყინებული თვალები რომ დაგვინახა და ამ პროცესს ეწლებოდნენ სხვა პატიმრების დედები და ეს იყო ძალიან ემოციური როდესაც ისინი ანდრიმ თქვა რომ მიმიხედეთ ჩემს დედიკოს და აქედან პატიმრების დედა უყვიროდნენ რომ იცოდე ჩვენ შენი დედები ვარ და ძალიან ემოციური იყო ძალიან ემოციური დღე იყო და სინამდვილეში იმ ჯოჯოხეთის ფონზე რასაც ესენი გვატარებენ ცოტა გართობა გვინდა ჩვენც და ამიტომ უნდა ელოდეთ გართობას მე ვფიქრობ რომ ეს საქმე გასართობის საქმეა კი ბატონო გასაგებია და მადლობა პრინციპში ვნახოთ რა გაგრძელება იქნება თავად წულუკიანის ძალიან დიდი მადლობა არა პირიქით მადლობა ნანუკას ველოდები ირაკლი ყობახიძის არჩევს